ახლა უნდა ვისაუბროთ ბაღებში ბავშვების რეგისტრაციაზე, რომელიც ყოველ წელს არის მშობლებისთვის თავის ტკივილი, იმიტომ რომ როგორც თავად ამბობენ, ვერ ახერხებენ რეგისტრაციას, რადგან სისტემა გადატვირთულია და ყველა ცდილობს თავის ბავშვს დაარეგისტრიროს. შენი უფროსი შვილი მიგეყვანა ბაღში და ჩემი ბავშვი ბაღშია, კი, ჩემი ბავშვი ბაღშია, ალბათ იშვიათი გამონაკლისია, რომ მოვახერხეთ რეგისტრაცია, რადგან იცით როგორი რაღაც ხდება, ყველა არის ჩასაფრებული, რამდენიმე ოჯახი ცდილობს ერთი ბავშვის დარეგისტრირებას და ნათესავები ეხმარებიან იმას, რა ქვია, ოჯახებს რომ ბავშვი მონაცემი აქვს რამდენიმე ადამიანს დილის საათზე და შესაძლოა ეს ყველაფერი 10-ვე რომ მოასწროს 10-ვე არ დაარეგისტრირებს, თუ ერთი დარეგისტრირდა, უკვე სისტემა ავტომატურად აღარ იმას იზამს, რა ქვია, აღარ დაარეგისტრირებს. შენ შემთხვევაში რა ხდება? ჯერ არ შეგვიყვანია ბაღში და აი სექტემბრიდან ვცდილობთ, რომ ხანდახან კვირაში ერთხელ მაინც მიცაცონდეს ხოლმე და მარტივი ხასიათის ბავშვია. კი, ძალიან. სტუმართან ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე, გაცილებით კომპეტენტური პასუხები ექნება იმ ყველაფერზე, რაც ხდება და იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს მშობლებს. თემურ თორდინავა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. მაყურებელს კი მიმართავ, თქვენ შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე მოგწეროთ ნებისმიერი კითხვა ან პრობლემა, რომელიც გაქვთ, მე აუცილებლად გავახმოვანებ. ჩვენ Facebook გვერდი არ არის გადატვირთული, ასე რომ მართლა მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. 3 წელია ბატონ თემურს უკავია ეს თანამდებობა და მას ყავს მეუღლე და 4 შვილი. თქვენ რომელიმე შვილი თუ დადის ბაღში და მოახერხეთ დარეგისტრირება. როგორ გაიარეთ? რა თქმა უნდა, ჩემი 2 შვილი დადის საბავშვო ბაღში, სხვათა შორის პირველი, რომელიც დავარეგისტრირეთ, მაშინ არ ვიყავი ამ თანამდებობაზე. გაგიჭირდათ დარეგისტრირება? არა, სხვათა შორის საკმაოდ წესიერად და მობილიზებულად ვიყავით ამ მიმართულებით და ჩვეულებრივად მოხდა ბავშვის რეგისტრაცია. შეიძლება იმ საბავშვო ბაღში მოთხოვნა არ იყო იმდენად, ასე ვთქვათ, რომელ ბაღში დავარეგისტრირებ და აქედან რაღაცა გარკვეული უბანი იყო, სადაც არ აწყდებოდა მოსახლეობის დიდი პროცენტი თუ არ ამგონია, ანუ მე უფრო ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ სერვისი იმდენად გაიზარდა საბავშვო ბაღებში, რომ მოთხოვნაც უფრო გაიზარდა, იმიტომ რომ ჩვენ რო დავიწყეთ კერძო ბაღებში ან საერთოდ არ დაყავდათ პატარები, აქედან გამომდინარე, ნუ იქ არ იყო იგივე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული, ნუ კვების თემა კარგად ვიცით. მოდი, ინფრასტრუქტურაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ეხლა რეგისტრაცია ჩვენი მთავარი თემა, როგორც ვიცი, რეგისტრაცია 2 ეტაპიანია. ხვალ იწყება პირველი ეტაპი და მოდი განმარტოთ, ვისთვის არის პირველი ეტაპი. ხვალ არ იწყება პირველი ეტაპი, პირველი ეტაპი იწყება 7 ივლისს, ანუ დაახლოებით 1 თვეში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან სოციალურ დაუცველთა ენათა ოჯახის შვილები, ის ბავშვები, რომელთა და-ძმები დადიან კონკრეტულ საბავშვო ბაღებში, ჩულ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახების შვილები. 2015 სანამ უბრალოდ ზუსტ პროცედურაზე ვისაუბრებდით, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, მშობელი ამ შემთხვევაში, მანამდე მინდა კითხოთ. არ არის საკმარისი რაოდენობის ბაღები იმ რაოდენობა ბავშვებზე, რომელიც არის მსურველი რო იარონ ბაღში, თუ რატომ ბაღები არის და სისტემაა აქვს ხარვეს, რატომ პირველ რიგში არის პრობლემა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ადგილების ნაკლებობა. ეს პირველ რიგში გამოწვეულია ერთის მხრივ იმით, რომ 50-მდე ბაღი დაიხურა წლების წინ, მეორეს მხრივ სერვისი იმდენად გაიზარდა და თქვათ გაუმჯობესდა მომსახურება საჯარო ბაღებში, რომ იგივე კერძო ბაღებიდანაც გვაქვს სერიოზულად გადმოსვლა. იმიტომ რომ ძალიან ძვირია კერძო ბაღი და აქ სტანდარტების თემა ეს ცალკე საუბრის საკითხია, იმიტომ რომ საჯარო ბაღებში მაღალ კონტროლზე გვყავს ყველა მიმართულება აყვანილი და აქედან გამომდინარე მშობელი უფრო დაცული არის, იგივე სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების, ლოგოპედების ინსტიტუტების გაძლიერება საჯარო ბაღებში ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, მაღალი მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შარშან ვთქვათ, გავხსენით და ავაშენეთ 7 ახალი ბაღი, წელს 10 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და 5-ს ვხსნით სექტემბერში ამათიდან. ანუ ეხლა დარეგისტრირებული ადამიანი შეიძლება მოხვდეს იმ ახალ ბაღში, რომელიც ჯერ არ აშენებულა. რა თქმა უნდა, უბრალოდ იქიდან უნდა ამოირიცხოს ბავშვი, რომ ახალ საბავშვო ბაღში მოხვდეს და მინდა დავაანონსო თქვენი ეთერის საშუალებით, წელს გვაქვს უპრეცედენტო რაოდენობა თავისუფალი ადგილების, 13,000 აღსაზრდელის ახალი ინფრასტრუქტურის, ანუ ახალი საბავშვო ბაღების გახსნის და იგივე მოქმედ ბაღებში ახალი ჯგუფების. რა თქმა უნდა, წელს ისეთ უბნებში ავაშენეთ ჩვენ ბაღები, სადაც ყველაზე მაღალი იყო მოთხოვნა, იგივე საბურთალო. წყნეთში შენდება ეხლა მოიხოთ. წყნეთშიც შენდება, საბურთალოზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი
მაღალი იყო მოთხოვნა, ერთი ვაშლი ჯვარში იხსნება და მეორე პეკინზე. ეს არის საინტერესო, ყველაზე მეტად ეს ეგრეთ წოდებულ პრესტიჟულ უბნებში არის მოთხოვნა და მაგალითად მე ვიცი რომ შეიძლება გარეუბნიდან, იმიტომ რომ ბაღი კარგი ან პედაგოგი მოსწონ შეიძლება კონკრეტულ სხვა უბანში დაყავ. იცით რა იყო? ანუ იყო ისეთი ბაგები, სადაც ვთქვათ დირექტორების ნაწილი მოტივირებული იყო თავისი შინაგანი, ასე ვთქვათ, რწმენიდან გამომდინარე ახორციელებდა ისეთ ღონისძიებებს, რასაც კვალიფიკაციის ამაღლება ჰქვია პედაგოგების და ასე შემდეგ, მაგრამ ამიტომაც სახელი მოდი ესე დავარქვათ რა, ეს ძველი სახელი გარკვეულ ბაგებს შემორჩათ, მაგრამ დღეს უკვე ეს ასე არ არის, ყველგან ეს ერთიანი სისტემური მიდგომა, ამიტომ ამან მეტნაკლებად გამოიწვია, ასე ვთქვათ, კომპიუტერი როგორ აკონტროლებს ამ მე ვთქვათ ცხოვრობ გუდანში და რეგისტრაციისთვის ვზივარ კომპიუტერთან და ბავშვს ვარეგისტრირებ ვაკის რომელიღაც ბაღში. აქ როგორ ხდება კონტროლი? ყველა რეგისტრაციის კომპონენტში არის ჩამონათვალი, კი, რა თქმა უნდა, მითითებულია რომელი რაიონია და რომელი რაიონის რომელ საბავშვო ბაღში. ანუ სისტემას ვერ მოვატყუოთ. არა, სისტემას ვერ შეფარია. რომ გითხრათ, რამდენი ბავშვია, ვინც რომელიც უნდა ჩაირიცხოს ბაღში და რამდენი ბაღია, რამდენი დარჩება გარეთ, რამდენი ადგილი. ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ მე შემიძლია ზუსტი ციფრები გითხრათ, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით თბილისში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა არის 2-დან 6 წლამდე 61750, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები, ოღონდ თბილისში რეგისტრირებული ბავშვების. ჩვენ დღეს სისტემაში გვყავს 59600 აღსაზრდელი, მაგრამ ამ აღსაზრდელებში არის არა მარტო თბილისში რეგისტრირებული ბავშვები, არამედ თბილისში დროები, მცხოვრები, მშობლების შვილები, რომლებიც მუშაობენ თბილისში, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით შეზღუდვა არ აქვს სისტემაში, ამიტომაც არის ეს მიმართულება პრობლემატური, რო ავიღოთ ჩვენ თქვათ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ადამიანები თბილისში მუშაობენ და შესაბამისად მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომ თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეს ისე დარჩა როგორც იყო, ამიტომაც გვაქვს ეს პრობლემა ერთის. მაგრამ რეგისტრაციაზე საუბრობთ და სოციალურ დაუცველებზე. მე ვარ სოციალურ დაუცველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კომპიუტერი და არ მაქვს წომა ინტერნეტი. ჩვენ ამას ვხმარებით. როგორ ეხმარებით? ისინი მოდიან ჩვენთან თბილისის ბაგაბაგების მართვის სააგენტოში და ჩვენ ყველას ვხმარებით აბსოლუტურად. მიცკევიჩის 23. ანუ 7 ივლისს დილით უკვე უნდა გამოცხადდეს სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე 14 ივლისამდე ამ კატეგორიის ასე ვთქვათ ბავშვებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ეს საიტი, სხვისთვის არა. და უკვე 14 ივლისის 13 საათიდან ყველა დანარჩენი. ანუ მოესწრება ყველას რეგისტრაცია, ხო? მაგრამ ის რომ ყველა ბავშვის რეგისტრირება ვერ მოხდება, რამდენის არის მოთხოვნა, ეს რა თქმა უნდა ისინი დაელოდონ შემდეგ წელს. ისინი ან უნდა დაელოდონ შემდეგ წელს, ან კიდევ იმ ბაღებში, სადაც მაღალი არის მოთხოვნა, სექტემბრის თვეში არის სათათბირო ორგანოების საშუალებით, ბაღებს აქვს სათათბირო ორგანოები და სათათბირო ორგანოების საშუალებით გარკვეულ ზღვარზე შესაძლებელი არის ჯერჯერობით კანონი გვაძლევს ამის საშუალებას 2020 წლამდე, ანუ ბავშვების რაოდენობასთან მიმართებაში ჯგუფებში, მაგრამ 2020 25 ბავშვი უნდა იყოს ბაგაში და რა კარგია რომ განსაზღვრავ. ამიტომაც შენდება ამდენი ბაღები და ამიტომაც მივდივართ წინ ამ მიმართულებით, რომ ინფრასტრუქტურის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. და მასშტაბლების გარეშე შეუძლებელია. რაც არის, რომ 2 წლის წლამდე ბავშვი მიღება ბაღში არ შეიძლება. თქვათ ხდება სექტემბრის ბოლოს ან დეკემბერში ბავშვი, მანამდე მოუწევს მთელი 1 წელი ლოდინი და თითქმის 3 წლის ასაკში მოხდება. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს? თუ ბავშვი 15 სექტემბრამდე ხდება 2 წლის მაშინ 7 ივლისიდან რეგისტრაციაში მას მონაწილეობა შეუძლია. 16 სექტემბერში ხდება, ზუსტად ამას ვამბობ ჩვენ, რომ აი სათათბირო ორგანოების საშუალებით ჩვენ ვხებულობთ ლავირების საშუალება არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გამეორტე, ამ რეფორმებმა, რა თქმა უნდა, ძირეულმა რეფორმებმა ერთის მხრივ სისტემა ძალიან მაღალ საფეხურზე აიყვანა, მაგრამ მეორეს მხრივ გამოწვევების წინაშე დააყენა. თქვენ თავი აგატკივათ საშინლად ეს ვიცი, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და გთხოვთ ჩივის, კივის. ერთი
კითხვა მაქვს. ცხადია, მივიღეთ ამდენი ბავშვი, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ბაღები აშენდა. ყველაზე მთავარი კომპონენტი ეს არის აღმზრდელი ბაღში, რისიც დიდი პრობლემაა საქართველოს. თუ ხდება მათი გადამზადება, ან სპეციალურად მომზადება, რომ მათ აღზარდონ ჩვენი მომავალი თაობა. დიახ, ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების ინსტიტუტი ეს იყო ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა, რომ ეს ინსტიტუტი, რომელიც გადაუდებლად აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ ბაღებში რომ არსებობდეს, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების ინსტიტუტი დავნერგე და მათი გადამზადება დღეს მიმდინარეობს. 2017 წლის ნოემბერში მათი გადამზადება დასრულდება. რამდენი ბაღი გვაქვს თბილისში? თბილისში დღეს გვაქვს 166 ანუ ბაღი და 170 ფსიქოლოგი, 166 ლოგოპედი. გვაქვს ამდენი რესურსი საქართველოში? დავჭირდა ამისთვის ძალიან ბევრი შრომა, რომ თითქმის 2 წელი დავჭირდა, რომ ეს კვალიფიციური რესურსი მოგვეზიდა პირველ რიგში. და ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ მათი გადამზადება, ახლა დღესაც მიმდინარეობს მათი გადამზადება და მე ვფიქრობ წლის ბოლოს უკვე ყველაზე მთავარი რაცაც მინდა ხაზი გაუსვა, როგორც ყובה გვაქვს ჩვენ ერთიანი ISO-ს და HACCP-ის სტანდარტის ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეცპედაგოგები 2017 წლის სექტემბრიდან იმუშავებენ ერთიანი სტანდარტით, ერთიანი მეთოდოლოგიით და ერთიანი სახელმძღვანელოებით. და ეს იქნება ძალიან მთავარი. თორნიკე სახში დილიდან დაგქონდა შაქარი და ბრინჯი, ბაღში რომ მივდიოდი. არც მივლია სხვათა შორის ბაღში გურიაში ჩავდიოდი ხოლმე, ბებიაში იმუშაობდა ბაღში და იქ ხანდახან მივდიოდი ხოლმე. დიდი გიგისეთი ბავშვი ვიყავ, არ მიყვარდა ბაღი. მაგრამ ესეთ სიტუაცია რო ყოფილიყო შეიძლება შემყარებოდა. რეგისტრაციას რომ დაუბრუნდეთ, ანუ რა რჩევა შეიძლება მისცეთ მშობლებს, რომლებიც მართლა გაწოლებულები არიან, იმიტომ რომ ჩამსხდრები არიან კომპიუტერებთან და ცდილობენ რომ დაასწრონ სხვებს და სასწაული კონკურენცია. რას ურჩევთ? ყველაზე მთავარი რჩევა არის ის, რომ სწორად შეიყვანონ მონაცემები. ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. ის რომ წინა წლებში თქვა სისტემას ჰქონდა პრობლემები, თქვა იგივე სერვერს და ასე შემდეგ, ეს დღეს ასე არ არის. სერვერები გვაქვს ძალიან სერიოზულ დონეზე გაძლიერებული. მერიის შესაბამისი სამსახურების გვეხმარებიან ჩვენ ამ დროს თქვა რეგისტრაციის მომენტში, რომ სერვერები მაქსიმალურად გაძლიერებულად იმუშაონ. პირველი რჩევა ის არის და ბევრი შემთხვევა გქონია სხვათა შორის ჩვენ, როდესაც თქვა იგივე სურათი გადაუღიათ და მოუტანიათ ჩვენთან აი შეიყვანე, თვითონ აღმოუჩენია მე რომ არასწორად შეიყვანე. რა თქმა უნდა. თავიდანვე მოვიდა, ვისაც არ აქვს იმედი. აუცილებელი მოცემულობა არის ის, რომ სწორად შეიყვანოს ყველა ველში ის მონაცემები, რომელიც არის მითითებული. ეს არის აუცილებელი. თუ იმ კონკრეტულ ბაღში თუ ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ თავაზობთ შემდეგ ალტერნატიულ ბაღებს. უკვე სექტემბერში. თუ იმ ბაღშია შესაძლებელი, მაგრამ წელს არ ამგონია წინა წლებთან შედარებით დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემები გქონდეს მაგ ინპუტით, რომ 5 ახალი ბაღი ემატება და განსაკუთრებით ეხლა ბაღი ემატებაო და ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი გვწერს, ოღონდ საქართველოს მასშტაბით პირველი წერილი რომ შემოხდა არის ქუთაისიდან. ქუთაისს თუ ეშველება რამე თუ დაამატებენ ბაღს, ჩემი შვილის ჯგუფში მაგალითად 47 ახსაზრდელია. ეს მე მგონი წარმოუდგენელია. ერთდროულად 47 ბავშვი აკონტროლო, აჭამო, გაზარდო და ამბავია ეს 47 ბავშვი. კი კარგია, მაგრამ ურთულესია. რეფორმები, რომელიც თუნდაც ინფრასტრუქტურის, თუნდაც ყების, მეთოდოლოგიის მიმართულებით, რომელიც განხორციელდა თბილისში, გადაუდებლად აუცილებელია რეგიონებში, ეს არაერთ ეთერში მithქვამს, იმიტომ რომ ამას ჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა ყველა თვითმმართველობების მხრიდან. ქალბატონ ეკა ბესელიას ინიციატივით თქვენ მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა ადრეული სკოლამდელი აღზრდა და განათლების შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრამდე ითვალისწინებს მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტების და წესების მომზადებას. ეს წესები რო ამოქმედდება, ყველა წესი ერთიანი იქნება, როგორც თბილისისთვის, ასევე რეგიონებისთვის. ამიტომ მე რეგიონებს ურჩევდი, რომ 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმონ ისე, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ. ისევ ქუთაისი გვწერს და ალბათ ბიუჯეტი უნდა გაითვალისწინონ, არ ვიცი, ბაგაბაღებს მიხედონ, არის რიგი ბაგაბაღები, სადაც ერთ საწოლში 2 ჩვილი წევს ერთდროულად. ამ შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტს, ვინც სწორად ვერ გაანაწილა თუ ჩამწვენს, ვინც კონკრეტულად ორ ბავშვს პასუხისმგებლობაზე ალბათ მე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ
ჩემი აზრით ინფრასტრუქტურის მიმართულებით და იგივე ინვენტარის აღჭურვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა განახორციელოს ყველა თვითმმართველ. ეს არის გადაუდებლად აუცილებელი და ამის რესურსების მობილიზება უნდა დაიწყოს დღეიდან, რათა 2018 წელს მაქსიმალურად მსხვილი ბიუჯეტები იყოს გათვალისწინებული ბაღების მიმართულებით. იმიტომ რომ იწყება ავტორიზაცია 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, რომელიც გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე და ის ბაღები, რომლებიც ვერ გაივლიან ავტორიზაციას, იქნება ეს საჯარო თუ კერძო ბაღი, არა აქვს მნიშვნელობა, ერთის მხრივ ან დაიხურება, ან მიეცემა პირობითი ავტორიზაცია, რაც იმას გულისხმობს, გამოასწორონ პრობლემები. ამიტომაც მე ვურჩევდი თვითმმართველობებს, რომ რო არ დადგეს ეს მოცემულობა ბაღების დახურვის 2018 წლის ბიუჯეტში მაქსიმალური თანხები გაითვალისწინონ პრობლემის. და ერთი კითხვაც 2 წლის და 7 თვის ბავშვი, ანუ ასაკმა ძალიან შეაწუხა მოსახლეობა, შესაძლებელია დარეგისტრირდეს, თუ დიდია უკვე და ვეღარ მოხდება ბაღში. არა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირება შეიძლება 2 წლიდან საჯარო ბაღებში აბსოლუტურად შესაძლებელია დარეგისტრირება ნებისმიერში. მოკლედ სულ ერთი თვე დარჩა ყველა იმ მშობელს, ვისაც სურს რომ ბავშვი ბაღში დაარეგისტრიროს. პირველი ეტაპი ეხება სოციალურად დაუცველებს. სტიქიით დაზარალებულებს. არა, იძულებით გადადგილებულებს არა. იმ ბავშვებს, რომელთა დედმამიშვილები დადიან უკვე საჯარო ბაღებში და ჩულ ბავშვთა ბენეფიციარებს. აი მაყურებელს კი ვეთყვი, ეს არის ის გვერდი, სადაც მათ შეძლებათ ზუსტად ერთ თვეში დაიწყონ ბავშვების რეგისტრაცია და იმახსოვრეთ kids.org.g. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. მოსახლეობას კი რა შეიძლება უთხრათ, გაუმრავლდეთ და ბაღებს რაღაცა ეშველება, ნუ უფრო მეტი ბაღი იქნება და ბევრი ბავშვი იყოს და ამის პრობლემა ნელ-ნელა ალბათ მოიხსნება და რეგისტრაციაც არა, ბევრი ბავშვი ცუდია, როდესაც ერთ ჯგუფში 50 ბავშვია. არა, ერთ ჯგუფში 50 არა, მაგრამ ბავშვი ცუდია. ასევე იწყება წელს 10-ის მიმდინარეობს და 8 კიდევ იწყება წელს, ასე რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.